გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეს სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები როგორ მოვიქცე? დიახ, გელოდებით. მანქანა ვერ მოდის. ღამის ქარიშხლის მერე გზა წაქცეული ხეებითაა ჩახერგილი. არა დაუცილებლად უნდა წავიდე ქალაქში. იპოლიტ. კაჭა, ტურბოზავრებთან გავიქცეთ. გზა უნდა გავწმინდოთ. კარგი. ეს ქარიშხალი ნამდვილი სენსაციაა. კარი, ჭიქა-ქუხილი, ელვა, ხეები წაიქცა. ჰო, გზა ჩაიხერგა. ბებია, ქალაქში ვერ მიდის. მე დასაზვერად გავფრინდები, თქვენ კი გუნდი შეკრიბეთ. გზაზე 9 ხეა წაქცეული. ერთი ძალიან დიდია, კიდევ ღრმა გუბეა. მდინარემ კი ხიდი დააზიანა. უნდა შევაკეთოთ. ბევრი სამუშაოა. თორი და ტრაკი დაგჭირდება. მათ სინავთ, წვიმა რომ დაიწყო, დაიძინეს და მათი გაღვიძება მოგვიწევს. თორ, ტრაკ. ჭიქა-ქუხილის ხმაზეც არ გაუღვიძიათ. აბა რა გავაკეთოთ? მათ გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ერთი ხერხი არსებობს. ტურბოზავრებო, წინ! ახლა მთელი გუნდი მზადყოფნაშია. ყველამ ერთად. ტურბოზავრებო, წინ! ჯერ კიდევ სცინავთ. აი რა ხდება როცა აყენე, მაგრამ გაღვიძება და გავიწყდა. მე არ მეძინა, ჩაფიქრებული ვიყავი. ყველაფერი ნორმალურად არის, ტრაკ. კარგი, სამუშაოს შევუდგეთ. გემრიელი ფოთლები. თორ, რაზაკეთებ, შეიძლება დაგვინახონ. რამდენი ხნის წინ წამოვედით სახლიდან? დიდი დრო გავიდა, ბებია ქალაქში უნდა წავიდეს. ბულ შეგიძლიათ დაუჩქაროთ. რა თქმა უნდა, ტურბოზავრებო წინ. თორ. ეს ხე უნდა გადახერხო. ტრაკ, გზა გაათავისუფლე. ანგი, ზერ, ჩვენ ხიდის შესაკეთებლად მივდივართ. ჩვენ ბებიასთან უნდა წავიდეთ. დო, შეგიძლიათ ტაქსით იმუშაო. ყველაზე სწრაფი და კომფორტული ტაქსი მზად არის გემსახუროთ. ჩემთვის დაბრკოლებები არ არსებობს. ნუ გეშინიეთ. მალე გზა გათავისუფლდება. ბებია, კიდე უპილოტო ტაქსით იმგზავრო? რა თქმა უნდა. მაგრამ გზაზე როგორ გავივლი? ამ მანქანით გაივლი. ტრაკ,
ხიდის დაზიანებული საყრდენების შეცვალე. მოდიან, ტრაკ, დაიმალე. შესანიშნავად იმუშავეთ. ხიდი ისევ ახალივითაა. კიდევ 100 წელი იდგება. რა მშვენიერი დილა. კარგი დროა ფოტოსესიის მოსაწყობად. დო და ყვავილები, დო ტყეში, დო ჭაობში. სად? არავითარ შემთხვევაში. კარგი. ერადარა ეფექტური კადრი იქნებოდა. გარშემო ბორცვები, ბაყაყები. ბაზა, მიღება. საგანგებო სიტუაცია. თქვენთან მოვრბივართ, არსად არ წახვიდეთ. რა მოხდა? ახალ ამბებში გამოაცხადეს, რომ ახალ გზას ბორცვის შემოვლით ააშენებენ. ჩვენი ტყის გავლით. ეძაჩვენა. მიიღეს გადაწყვეტილება ახალი გზატკეცილი ბორცვის შემოვლით ტყის გავლით დააგებენ. რამდენიმე ათეული ხე გადაირგვება, ბუნება არ დაზიანდება. რა გამოდის? გზა ბაზის მახლობლად დაიგება? და ზევით ვეღარ ამოვალთ? ეს რა მოიფიქრეს? მარჩა. პეტია, კატია, შვიდობით. ერთად ძალიან კარგად ვერთობოდით. შვიდობით ყვავილებო, ტყეო, მზეო. ზერ მოიცადე, ჯერ კიდევ შეიძლება ამის გამოსწორება. იდეა გვაქვს. გვირაბი ავაშენოთ და გზა შემოვლით კი არა, მასში გაივლის. ყველაფრის გამოსწორებას შევძლებთ და ისევ შევძლებთ ფრენას. რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მაგრამ საღამომდე უნდა დავიცადოთ. მაშინ მუშები სახლებში წავლენ და მაშინ დავიწყებთ გვირაბის აშენებას. რას ველოდებით? უკვე საღამოა. დავიწყოთ გვირაბის აშენება. უნერვიულობ ზერ მოვასწრებთ. ბულ, ბაზა დამალე. დროა წავიდეთ. ახლა შეგვიძლია დავიწყოთ. ტურბოზავრებო წინ! ანკი, ეს ბეტონის ფილები სადმე გვერდზე გადადე. აი იქ არის ადგილი. ახლა ქვები უნდა მოვაშოროთ. ტრაკ, ეს შენ უნდა გააკეთო. სად დავდო? სადმე ახლოს. კიდევ დაგჭირდება. უფრო ფრთხილადაც შეიძლებოდა. ეს ქვა რაღაცნაირად უსწორმასწოროდ დევს. სხვა დროს ქვებს შენ გადაიტან. მაჩვენებ როგორაა სწორად. ზერ, შენთვის დავალება გვაქვს. გზას უყურე და თუ ვინმე გამოჩნდება, გვანიშნე. თორ, ახლა შენი ჯერია. გვირაბის გათხრა დაიწყე.
ბულ, მიწა და წვრილი ქვები მოაგროვე და თხელფენად გადაანაწილე გზაზე. განგაში, ზღარბი დავინახე. ზერ, ზღარბი ხელს არ შეგვიშლის. მართლა? უბრალოდ შენ თქვი თუ ვინმე გამოჩნდებაო. ვაგრძელებ დაკვირვებას. კარგი, დროა. დო, როცა ძალიან დაბნელდება, ბიჭებს ფარებით გაუნათე. ტურბოზავრებო წინ! დო, ეცადე გვირაბი გაანათო. ცუდად ხედავ. სულ ცოტა დარჩა. ტრაკ, ახლა აი იმ ქვებით გვირაბის შესასვლელი უნდა გავამაგროთ და დავკიდოთ ნიშანი, რომელზეც გვირაბის სიმაღლეზეა მითითებული. ზერ ბაზაზე გაფრინდი და ნიშანი პროინტერით დაბეჭდე. დილით ახალი გზატკეცილის მშენებლებმა გვირაბში შესასვლელი აღმოაჩინეს. შესაძლოა ეს უძველესი გამოქვაბულია, რომლის შესახებაც მეცნიერებმა არაფერი არ იცოდნენ. ახლა გზატკეცილი პირდაპირ ბორცვში გაივლის და თხეხე. ესე იგი, ბორისი და ფედია ისევ გაბრაზებენ? ო, დაიდან ორამ რობოტი უყიდა და გამუდმებით ტრაბახობენ. ამაგარია, 21 საუკუნე. ო, მართლა ძალიან მაგარია. თქვენც რომ მქონოდათ ასეთი ერთად ვითამაშებდით, მაგრამ ვფიქრობ თანამედროვე ტექნოლოგიებში ვერ გაერკვევით. ძალიან ულამაზო საქციელია, ეს მეგობრობა არ არის. ო, ერთი იდეა მაქვს, ტრაკ. შეიძლება გთხოვო რომ მიხვდი არა? ჰა, ტურბოზავრებო, წინ. მე რობოტი ვარ, ტრაკი მქვია. რა ნიჭიერი ყოფილხარ? მეშინია. ნუ გეშინია, საშიში არ არის. მე რობოტი ვარ, ტრაკი მქვია. რა, ის ლაპარაკობს. ბუნებრივია, უკანასკნელი მოდელია, ყველაზე თანამედროვე. ბებიამ გვაჩუქა. კარგი საქციელისთვის. ბევრი რამ შეუძლია. აი შეხედეთ. ცეკვაც იცის. ძალიან მაგარია. პარჯიშებიც იცის. ყველაფრის აწევა შეუძლია. თუ გინდა შენც აქცევს. არა. ნუ გეშინია. ყველაფერს ვაკონტროლებთ. ოიცადე, რობოტს შენ არ მართავ, ეს ხომ თქვენი მანქანის პულტია. ის რა, თვითონ მოძრაობს? ხო. ეიდა ნორა! რა ხდება, რა ხმაურია? დაიდა! გვიშველეთ! რობოტი მოგვდევს!
რობოტი არ მოგდებთ. შვიდად დგას. ეს კი არა სხვა რობოტი. უზარმაზარი საშიში კბილებიც აქვს. ვიცოდი რომ ეს ათამაშოები კარგს არაფერს მოგიტანდათ. თქვენ კი გვიყიდეო. კი, მაგრამ დეიდა. მართლა მოგდევდა, გეფიცებით. ხო, ბიჭებო, ფანტაზიორები ხართ. მაგრამ ეს სიმართლეა. კარგი, გაჯას და პეჯას ვკითხავ. თქვენც ნახეთ საშიში რობოტი? არა, დეიდან არა, საშიში არ გვინახავს, ხომ ასეა პეჯა? არა, არ გვინახავს. ხედავთ? არანაირი რობოტები არ არიან. მორჩა, შეგიძლია გამოხვიდე. მე რობოტი ვარ. ტრაკი მქვია. ახლა კი ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ, რომ არავინ არ ჩავარდეს. ფული 40 ამოვსებს, თორი და ტრაკი მიწას დატკეპნიან. მე რობოტი ვარ. ტრაკი მქვია. გამარჯობა. რას აკეთებთ აქ? ჩვენ ფილმს ვუყურებდით. მაგრამ ვეღარ ვუყურებთ. რატომ? კინო დასასრულს მიუახლოვდა? არა, დიდი ტრაკი მოგვიახლოვდა და მთელი ეკრანი გადაფარა. ჩემი საყვარელი კუდი. კარგად ვუყურეთ ფილმს. იცით რაკ, შენ ძალიან დიდი ხარ და ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და ყურადღებით. დიახ, დიდი და ძალიან მძიმე. და კიდევ საშინლად მოუქნელი. მაპატიეთ, არ მინდოდა. ძალიან დიდი, მძიმე და მოუქნელი ვარ. ყველას ხელს გიშლით. გამარჯობა, ჩვენ ქალაქში მივდივართ ტექნიკის გამოფენაზე. გინდათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გვინდა. ტრაკ, რა იყო? შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? არ მინდა. ხელი შეგიშალოთ. აჯობებს აქ მარტო დავრჩე. ხელს არ შეგვიშლი. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ მარტო უფრო საინტერესოდ გაატარებ დროს, მაშინ დარჩი. წავალ ტყეში გავისეირნებ. იქ არავის არ შევუშლი ხელს. სად მოვედი? აქ არასდროს არ ყოფილვარ. ეს რა არის? ეს კედელი იმიტომ აღმართეს, რომ ერთ ადგილას ბევრი წყალი მოეგროვებინათ. ახლოდან უნდა ვნახო. არაფერი არ ისმის. კარგი კედელია. ეს სუდია, მაგრამ არ აუშავს. ახლა მე აღარ წვეთავს.
ვინ თქვა რომ მოუქნელი ვარ? საოცარია. არ ვიცოდი რომ ხატვა მეხერხებოდა. ეს ავარია. ტურბოზავრებო, წინ! შეხედეთ რა პატარა ფარები აქვს. სიბნელეში ხომ ვერაფერს დაინახავს. შეხედეთ. ალბათ სიბნელის ეშინია. ეს კი ნახეთ, ტრაქს გავს. ტრაკი იქ მარტო მოწყენილი იქნება. მოდი დავურეკოთ. კარგი იდეა. ტრაკ მიღება. ტრაკ მიღება. ყველაფერი გასაგებია, ტრაკი შხაპს იღებს. ჩვენი კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან ჩაგვერთვება. კამერას ვრთავთ. დამბაზე ავარია მოხდა. კედელი თუ ვერ გაუძლებს, წყალმა შეიძლება ქალაქი დატბოროს. შეხედეთ, იქ ტრაკის ფეხები დგას. თვითონ სად არის? იქ ტრაკი დგას და მას უჭირავს კედელი რომ არ ჩამოინგრეს. და მას ჩვენი დახმარება სჭირდება წინ. ამაგრდი ტრაკ. ახლავე დაგეხმარებით. მეგობრებო, როგორ მიხარია რომ აქ ხართ? შეყონება არ შეიძლება წყალს გზა უნდა გადავუღობოთ და ტრაკს დავეხმაროთ. ამ ქვას ხედავთ? ამ ქვით დაბმაში ხვრელს გადავკეტავთ. მაგრამ მანამდე საბჯენები უნდა დავაყენოთ. შეხედეთ რა მოვიფიქრე. ანკი, შენ მორებს მომზადებ საბჯენებისთვის. ული და თორი ადგილს დაასუფთავებენ და ანკის დაეხმარებიან. ზერი სიტუაციას ჰაერიდან გააკონტროლებს. ტურბოზავრებო წინ! ქვა უნდა მივადოთ. მაგარია. აი ასე უფრო საიმედო იქნება. ტრაკ, რა ძლიერი ხარ. დამძლავრი. კილოცავ ტრაკ, სახლგანთქმული გახდი. ტელევიზორში გაჩვენეს. ავტოგრაფს მომცემ? დილი საათისთვის არ შევთანხმდით? ალბათ დაეძინათ. ჩვენც მოვედით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცადინოდ მზად ვართ. კი, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო სანამ თქვენ იმეცადინებთ? გზებზე არ უმოძრაობ, ჩემი სტიქიაც არის. ეს მეცადინეობა არ მჭირდება. ეს მეცადინეობა ყველა სჭირდება. ქვეითად მოსიარულეებსაც. მართლა? კარგი. ხანდახან ქვეითი ვარ, იშვიათად. დღეს საგზაო ნიშნებს ვისწავლით. კატა ნიშანს გაჩვენებთ. თქვენ კი უნდა გითხრათ რას ნიშნავს. დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ პირდაპირ. სწორია? ქვეით და გადასასვლელი. ხო. დიდი ამბავი. ეს ხომ ძალიან ადვილია. რაც ნიშანზე ხატია, იმას ნიშნავს. შემდეგი მე ვიქნები. მე ვარ. წინ დიდი ღობეა. არ არის სწორი. ეს ნიშანი შლაგბაუმის მქონე სარკინიგზო გადასასვლელს აღნიშნავს. დიდი ამბავი, ცოტა შემეშალა. თქვენ აქ იმეცადინეთ, მე კი ცოტას ვიფრენ. ნიშნებს პტეროდაქტილის ფრენის სიმაღლიდან შევისწავლი. კი ბატონო. კატა, გააგრძელე. რა საყვარლები არიან? ეს ნიშანი იმას ნიშნავს, რომ გზაზე შეიძლება გამოვიდნენ
იხვები. მაგრამ ირემია დახატული. მე მიფრინავდი. გზაზე იხვი და იხვის ჩუკები გადადიოდნენ, მათკენ კი ავტომობილი მოკრო და მე ყველა გადავარჩინე. ყოჩახზერ, ნამდვილი გმირი ხარ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იხვებისთვის და სხვა გარეული ცხოველებისთვის გზაზე გადასვლა უსაფრთხო იყოს. იდეა მაქვს. ეს გზატკეცილია. გზის პირას საყრდენებს დავდგამთ. მათ დავადებთ გადასახურავს და მივდგამთ დახრილ, ასეთი რაღაცებია რა. პანდუსები, მათ პანდუსები ეწოდება. ზევით შეგვიძლია მიწა დავაყაროთ და ბალახი დავრგათ და ეკოლოგიური გადასასვლელი გამოვა. ჩვენს დღეში რამდენიმე წაქცეული ხევნახე, მათგან მშვენიერი საყრდენები გამოვა. და პანდუსები. რა ლამაზი სიტყვა? პანდუსი? ეს ხეები ტყეში უნდა ვიპოვოთ და ტოტებისგან გავწმინდოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! ჯერ უნდა დავდგეთ ნიშანი, საგზაო სამუშაოები. სწრაფად ვიზამ. ზერ, დო, გზასადევნე თვალი. ვინმე თუ გამოჩნდება, გაგვაფრთხილეთ. ვინმე თუ გამოჩნდება, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. თორ, შენ მიწაში ხვრელებს გაბურხავ. ტრაკ, შენ ამ ხვრელებში საყრდენებს ჩადებ. ანკი, შენ ტრაკს მორებს მიაწვდი გადასახურავად. ბულ, შენ გადასასვლელს მიწას დააყრი. ტურბოზავრებო, წინ! რა კარგი ხიდია. ხვალ თესლს მოვიტან და მასზე ბალახს დავრგავთ. შეიძლება სანამ ვერავინ ვერ მხედავს, ამ ხიდზე გავისეირნო. რა თქმა უნდა, შეიძლება. შესანიშნავი კადრები გამოვიდა, მაგრამ რაღაც აკლია. რას გულისხმობ? ირმის ნახატიანი საგზაო ნიშანი აკლია. აქ ხომ გარეული ცხოველები გადავლენ ხოლმე. ყოჩახზერ, მართალი ხარ. ბარსიკ. კის. ისევ სადღაც გაიქცა სულელი. ნახამ დავეცი. საგანგებო შემთხვევა, კოშმარია, ტრაგედია. ზერ, შვიდად, თან მიმდევრობით მოგვიყევი ყველაფერი. მე მოვფრინავ, ის კი მოცურავს. ვინ მოცურავს? ტივი მოძურავს მდინარეზე, ტივზე კი ბარსიკია. მდინარეს ზღვაში ჩაედინება, ზღვა კი ოკეანის უერთდება, იქ კი ზვიგენები ბინადრობენ. ბარსიკი საფრთხეშია. საფრთხეში? ზღვამდე ჯერ ძალიან შორსაა, მაგრამ ბარსიკი უნდა გადავარჩინოთ. ტურბოზავრებო, წინ!
ტრაკ, შეგიძლია მდინარის ფსკერზე გაიარო, ბარსიკს მიუახლოვდე და ნაპირზე გამოიყვანო. შემიძლია. არ შემიძლია, ღრმა არის. წყალი ამღვრეულია, არაფერი არ ჩანს. ზერ, იქნებ შენ გამოიყვანო ბარსიკი. ეს ადვილია. რამდენი რამ გამიკეთებია? მე მხოლოდ იმათი გადარჩენა შემიძლია, ვისაც უნდა რომ გადავარჩინო. ბარსიკს კი არ უნდა. უბრალოდ ბარსიკმა იფიქრა, რომ დიდი მტაცებელი ფრინველი ხარ. არძივი. რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ბარსიკს მართლა ზღვაში წაიღებს წყალი. ანკი, სცადე შენი ის არის გამოსწიო და კაუჭი ჩაუშვა ბარსიკთან. მას მოეჭიდება და ასე გამოიყვან ნაპირზე. არაფერი არ გამოდის. ჩემი ის არის მეტისმეტად მოკლეა. იდეა მაქვს. დინარის დინებას ქვევით უნდა გავყვეთ და იქ საფეხმავლო ხიდი ავაშენოთ. მე და კატია ხიდზე დავდგებით და ბარსიკს გადავარჩენთ. ბარსიკი გვიცნობს და არ შეეშინდება. ამოცანა რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! შეხედეთ, აქ მდინარე ვიწროვდება. კარგი ადგილია ხიდის ასაშენებლად. მართალი ხარ ზერ? ახლა უნდა მოვიფიქროთ, რისგან ავაშენებთ ხიდს. შეხედეთ. რამდენიმე ხეა წაქცეული და ზეთკბილების კვალია. თახვებმა გადაღღნეს. შვენიერია, ხებისგან გავაკეთოთ ხიდი. ფიქრობ თახვები არ გაგვინაწყენდებიან. დინარის ერთი ნაპირი უფრო მაღლაა ვიდრე მეორე. იმისათვის რომ ხიდი სწორად დაუდგათ, ეს ბორცვი უნდა მოუჭრათ. ბულ, ეს საშენო ამოცანაა. ორი მორისგან ხიდის ძირი გამოვა. მასზე განივ ფიცრებს დავდებთ. თორ ტრაკ, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. მოაჯირები უნდა გაუკეთდეს. ხიდზე მოაჯირის გარეშე სიარული სახიფათოა. თორ, რამდენიმე ნახრეთი გააკეთე აქ და აქ. მოაჯირს წვრილი ტოტებისგან გავაკეთებთ. ესეც ასე, ის გადაგვრჩენია ხიდი თავის ადგილას დავდგათ, ანკი? ბარსიკი უკვე ახლოსა, ვერ მოვასწრებთ. არაფერი გამოვა. ბარსიკი ზღვაში ამოყობს თავს. ზღვაში. ანკი, უნდა ვიჩქაროთ. ხიდი აიღე და თავის ადგილას დადე. ზერ, ხიდი უნდა მოატრიალოთ, მხოლოდ შენი იმედი გვაქვს. მაინც ვერ მოვასწრებთ. მოვასწრებთ. საბრალო, შეგეშინდა? შესანიშნავად იმუშავეთ, მეგობრებო. ეს ხიდი კი ხალხსაც გამოადგება, დიდი ხიდი ხომ ძალიან შორსაა. ზერი დღეს ნამდვილი გმირია. ბოლო მომენტში შეძლო ხიდის შემოbrunება. მე რა გავაკეთე? თახვები რომ არა? დღეს 3 გმირი ყავს, 2 თახვი და ზერი. ნამდვილი არწივია. აბა თქვენ იცით, კარგად მოიქეცით, 3 დღეში ჩამოვალ. მანამდე დეი და ნორა მოგხედავთ. ჩემი ავტობუსი მოვიდა. ახლა მატარებელზე არ დამაგვიანდება. ებო, ეს ვისი ჩემოდანია? ეს ხომბები ეს ჩემოდანია, მის გარეშე წავიდა. რთული სიტუაცია. არი ნერვიულად. ტურბოზავრებს დავუძახებ და რამეს მოვიფიქრებთ? ბებიას ჩემოდანი დარჩა. ყველა მისი ნივთი აგდებს.
ერთხელ მეც საინტერესო ამბავი შემემთხვა და მავიწყდა მესაუზმა და თორ, მე მოგვიყები შენი ისტორია, ახლა ამის დრო არ არის. შეგვიძლია მატარებელს გავუსწროთ და შემდეგ გაჩერებაზე მივცეთ ბებიას ჩემოდანი. მაგრამ ამისათვის მდინარის მეორე ნაპირზე უნდა მოვხვდეთ. ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. ტურბოზავრებო მდინარესთან. ტრამპლინი ავაგოთ და დომ მდინარეს გადაახტება. თორ, მიწაში ორმოები ამოთხარე. ანკი სამშენებლო მასალას მოიტანს. ტრაკი ტრამპლინს ააწყობს. ტურბოზავრებო, წინ! გაჭაპეჭა ჩასხედით ხვედები შეიკარით და ერთმანეთს მოეჭიდეთ. ბებიასთვის ჩემოდანი მიგვაქვს. რა ლამაზად მიფრინავს. მოიცადეთ, თქვენთან ერთად მოფრინავ. მალე დაბრუნდით. როგორ ჩანს დღეს ნამდვილად არ დაგვიწყებია რომ გესაუზმა. დო, ვერ გეწევი. დაუჩქარა ზერ. ვაგვიანებთ. აუ, იქნებ ბებიას ეს ჩემოდანი არ სჭირდება. ზერ, თუ დაიღალე სახურავზე დაჯექი. კიდევ დიდხანს უნდა დაისვენოთ. დროა ბებიას ჩემოდანი წავუღოთ. მაგრად მოეჭიდე გზას გადავჭრით, სხვანაირად ვერ მოვასწრებთ. რას ნიშნავს გადავჭრით? ახლა გაიგებ. ზერ, შეწყვიტე, უკვე გავჩერდით. ყვირილი არც მიფიქრია. პატარა ხომ არ ვარ. თითქმის მივედით, მხოლოდ ეს მთა დაგვრჩა გადასავლელი. დრო რატომ უნდა დავკარგოთ? გვირაბით წავიდეთ. გვირაბში შესვლა არ შეიძლება, ძალიან სახიფათოა. ტყუილად მაშინებთ. სახიფათო არაფერია. ხომ გითხარით, სახიფათო არაფერია მეთქი. ეს რა შუქია? მატარებელი? მატარებელი! მატარებელი! დო, ჯობს მთაზე ავიდეთ. ბეჯა, კატя, ჩემოდანი, ასე სწრაფად როგორ მოხვედით აქ? უპილოტო ტაქსი არსებობს, ძალიან სწრაფად დადის. მის გარეშე ვერ მოვასწრებდით. დიდი მადლობა ჩემოდნისთვის, ბავშვებო, არ ვიცი უთქვენოდ რა მეშველებოდა. ნახვამდის! რა სიტყვით ახლა სახლში წავიდეთ? უღონდ, გზას უნდა გადავჭრით, გთხოვთ. შესანიშნავი ამინდია გასეირნებისთვის. ნაყინიც კემბრიელია, შეხედე, ჩიტები. ой, კინაღამ წავიქეცი. ხედავ, ჯერ არავინ არ არის. ალბათ ადრე მოვედით. არიან ნერვიულ, ახლა გამოჩნდებიან.
მადლობა მეგობრებო. დღეს რა გავაკეთოთ? გთავაზობთ სპორტს დავუთმოთ დრო, მაგალითად სიმაღლეში ხტომას. ვგრძნობ, რომ რეკორდის დამყარება შემიძლია. შესანიშნავი იდეა. ზერი სიმაღლეში საუკეთესო მხტომელია, ამიტომ მსაჯი იქნება. აი ისევ, ნამდვილი ტალანტი ისევ ჭრდილში დარჩება. ტრაკ, საფეხბურთო კარის ძელი ცოტა დაბლა ჩამოსწიე. მას გადავახტებით. მოემზადეთ? დაიწყეთ. ბრავო, დო! დღეს ფორმაში არ ვარ. სხვა დროს გადავხტები. არ მოიწყინო თორ, შენი დროც დადგება. შესანიშნავია. ტრაკ, ძელი მაქსიმალურ სიმაღლეზე დააყენე. გრძნობ, რომ მზად ვარ რეკორდი დავამყარო. მოემზადეთ? დაიწყეთ. შესანიშნავი მცდელობა იყო ბულ. ახლა ამ ქვას რა ვუყოთ? ქვა უნდა მოვაშოროთ, მაგრამ ძალიან დიდია. შეუძლებელი არაფერია თორ, ამ ქვის დახერხვას პატარა ფილებად შეძლებ. რა თქმა უნდა, შევძლებ. ეს ხომ სიმაღლეში ხტომა არ არის. რატომ უნდა გავხერხოთ? ქალაქის პარკში დიდი ხანია გზებზე ფილები არ გაურემონტებიათ. ახალ გრანიტის ფილას გავაკეთებთ. კარგი აზრია. საღამოს როცა პარკი დაიკეტება, ძველ ფილებს სახლებით შევცვლით. და ეს ქვა ადამიანებს სარგებელს მოუტანს. შესანიშნავი იდეა. ტურბოზავრებო, წინ! რა ხარ თორ? შესანიშნავი ფილები გამოვიდა. ახლა ეს ფილები ბულის ციცხრზე უნდა დავტვირთოთ და პარკში წავიღოთ და ახალ გზას გავაკეთებთ. ტრაკის გარეშე ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ მისაბმელი ჩვენთან ერთად წამოვა. ვაშა, ტრაკი პარკში მიდის. ტურბოზავრებო, წინ! ანკი, ფილები გადმოტვირთე. ახლა ძველი ფილები უნდა ავიღოთ. ბულ, ეს შენი საქმეა. ტრაკ, შენ ფილებს გზაზე დააწყობ. ზერ, ტრაკს დაეხმარე. ზევიდან ადევნე თვალი, რომ ფილები სწორად განლაგდეს. აი ეს კარგად დააწყო. შესანიშნავია. ეს უფრო სწორად უნდა დაიდოს. რა სილამაზეა! დო, შემოწმე ყველგან კარგად დევს ფილები. ყველაფერი შესანიშნავა და ტრაკი ნამდვილი ოსტატია. მომეწონა ამის გაკეთება, არც დავღლილ ვარ. მოდი მთელ ქალაქში შევცვალოთ ფილები დღეშიც. მე მზად ვარ. ეგ სხვა დროს გავაკეთოთ, ტრაკ. ამის აქ დატოვება არ შეიძლება. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცეთ. დავამსხვრიოთ და პატარა ქვები პარკის ბილიკებზე დავყაროთ. წვიმის დროს გუბურები აღარ გაჩნდება. შესანიშნავია. თორ, შეძლებ მის დამსხვრევას. რა თქმა უნდა, შევძლებ. ეს ხომ სიმაღლეში ხტომა არ არის. აი შენი ვარსკვლავური დროც დადგა თორ. რა თქმა უნდა, ეს ხომ სიმაღლეში ხტომა. კარგად იმუშავეთ, მეგობრებო. ძალიან ლამაზი გამოვიდა.
ახლა აღარავინ არ წამოკრავს ფეხს. პეცია, კაცია, ბებია სამზარეულოში ხომ არ არის ფილები გამოსაცვლელი? დღეს ხომ ბოლო სეანსია. შენც გინდოდა ამ მულტფილმის ნახვა? არა, პეცია, კინოში არ წავალთ. რატომ, კაცია? აი ამიტომ. ბავშვს მარტო ვერ დავტოვებთ. გამარჯობა. ბავშვებო, აქ რატომ ხართ? ჩვენ გელოდებოდით. ბები ეკბილის ექიმთან წავიდა. ჩვენ კი იპოლიტის მოსავლელად დაგვტოვა. ამიტომ აქ უნდა ვიყოთ. ნუ მიაქცევ ყურადღებას. კინოში უნდა დაწასვლა. ამიტომ ახლა მთელ სამყაროზეა გაბრაზებული. არ შეიძლება რომ ვინმე შეგცვალოს. ვინ? მაგალითად მე. ბავშვი მიცნობს, მისთვის უცხო არ ვარ. მაშინ 2 საათით შევცვალე. მალე დავბრუნდებით, კარგი? იპოლიტ. იპოლიტ. ეს რა არის, რა ხდება? ბავშვებო, ნუ იმალებით, არ გაგიბრაზდებით, ბურთი გამომართვით. იპოლიტ. რასაკეთებ, ხომ შეიძლება ვინმემ დაგინახოს? თუ აყური ვერ მივადებნე, ის დაიკარგა. რა? პანიკა საჭირო არ არის, დო? დანარჩენ ტურბოზავრებს დაუძახეთ ასახმარებლად. იპოლიტის შორს ვერ წავიდოდა. არსად არ არის. სახლში ვერ დაიმალებოდა? ყველ გამეძებეთ, ბულ, ვერ ვხვდები, სად უნდა წასულიყო? იპოლიტი დეიდან ორასთან ერთად წავიდა მანქანით. გაუძელი, იპოლიტ. უნდა დავეციოთ. ისიც არ ვიცით, სად მიდის დეიდან ორა. ესე იგი, უნდა გავიყოთ. ტრაკ, შენ დევნის დროს ვერ დაგვეხმარები, ამიტომ ტყეში დაბრუნდი. ყველაზე საინტერესო ისე უჩემოდ მოხდება. შენც დარჩები. ბებია შეიძლება მანამდე დაბრუნდეს, სანამ იპოლიტს ვიპოვით. ტურბოზავრებო, წინ! რა მოგივიდა, თორ? ჟა გადაკეტილია, ვერ გაივლიდა. რა ცუდია. ახლა საბურავი შეცვლა მომიწევს. ანკი, შეხედე, ეს ხომ ის მანქანაა, რომელსაც ვეძებ. როგორ გაუხარდებათ, როცა მანქანასა და იპოლიტს მივუყვანთ?
გამარჯობა. მანქანა ვიპოვეთ, რომელმაც იპოლიტი წაიყვანა. მანქანის ადგილზე დაბრუნება მოგიწევთ და დაშვებული საბურავი შეცვალეთ. დიახ, საბურავი მაქვს შესაცვლელი. აღარ არის შესაცვლელი. ალო, ჩემი მანქანა გაიტაცეს. არა, არ გაუტაცებიათ. საბურავით წესრიგშია. საოცრებაა. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ.